ანა, მითხარი შენი დაბადების თარიღი და კონკრეტული კითხვა, რა გაქვს და რისი გაგება გინდა ამ კონსულტაციით? 13 აგვისტო 1988 წელი ძალიან ხშირად ვისახავ ბევრ მიზანს, ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვკონცენტრირდები და შესაბამისად გაფანტული ვარ, დიდ ენერგიას საჭიროებს ეს ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა მიჭირს და მინდა რომ ეს შფოთვა მოვიხსნა და შევძლო ხოლმე ერთ საკითხზე დაკონცენტრირება, მისი გაკეთება და უკვე შემდეგ გადასვლა სხვა ბევრ მიზანზე. შენი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს არის ცნობიერის ციფრი 4, სახელის ენერგია გაქვს 7, მისია გაქვს 2. ეს ყველაფერი გამოთვლილი გქონდა. ეს ყველაფერი ვიცოდი წინასწარ. აქედან გამომდინარე, შენ მუდმივად ახალ მიზნებს დაისახავ, მუდმივად გექნება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. თუ მიაღწევ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება საკუთარი თავით. და რომ არ გქონდეს ეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, არ გექნება კრეატივი. შენ გაქვს შენი კომპეტენციები, რითიც დაიბადე. ეს არის შენი მატრიცა, შენ გაქვს ერთიანი, ეს არის ინდივიდუალურობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი. გაქვს 3, ეს არის კომპეტენცია. ერთიანი რომ აქვს ეგ საიდან იწება? 13-ში რო დაიბადე. გავიგე. შესაბამისად გაქვს 1, 3, 8 და 9 ეს ენერგიები კომპეტენციებში. ყველა ციფრს აქვს თავისი კომპეტენცია. ანუ შენ გაქვს 3 ციფრი. მე მაგალითად არ მაქვს და იცი რომ ანალიზის უნარი ნაკლებად მაქვს და შენ გაქვს ეს კომპეტენცია რომ დაჯდე და მოგინდეს გაანალიზო კომპეტენცია დაბადებიდან გაქვს. ეს არის ენერგია 3 შენს დაბადების თარიღში. მაგრამ ასევე გაქვს 3 რვიანი, რაც გაძლევს გადამეტებული კონტროლის სურვილს და ბევრი შრომის სურვილს, ნახე? და იცი რომ ეს არის შენი რაღაცნაირ პორტფოლიო, რაც მატრიცაში გაქვს ეს ენერგიები, გაქვს 9-იანი, ეს არის მოქმედება, ფიზიკური შესაძლებლობები. დანარჩენი ციფრები, რაც არ გაქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა დაიმუშაო. მოდი შეიძლება ჩამოვთვალოთ რა არ მაქვს და რაზე უნდა ვიმუშაო. შენ არ გაქვს ენერგია 2, ეს არის ადამიანების გაგების და კითხვის დასმის კომპეტენცია. აი მუშაობაც სწორედ ესე ხდება, რომ დაუსვათ კითხვა, რას ფიქრობ, როგორ გრძნობ და ანუ მივიდეთ ადამიანის გაგებამდე მაქსიმალურად. ენერგია 4 მატრიცაში ეს არის მიზნების დასაყრა და ცოდნა. ეს არის ერთადერთი ენერგია, რომელსაც ვყიდულობთ, ასე ვთქვათ. ეს არის, როდესაც ვიღებთ განათლებას და ვსწავლობთ. 5 ეს არის ლოგიკა და ასევე ცივი ბიზნეს კომუნიკაცია. როცა არ გვაქვს 5-იანი მატრიცაში, ჩვენ თვითონ გვიჭირს მისვლა ადამიანებთან და მათი გაცნობა და დამუშავებაც სწორედ ესე ხდება, რომ ჩვენ მივიდეთ და გავიცნოთ დღეში 5 ადამიანი მაგალითად. დამუშავებაც ესე ხდება ამ კომპეტენციის. Fake it till you make it თუ როგორ არის ეს გამოთქვა, ანუ რაღაც მომენტში შეიძლება საკუთარ თავს გარკვეული ქმედებები დააძალო იმისთვის რომ დაიმუშაო ის რაც მატრიცა. კი, იმიტომ რომ მატრიცის შევსებით ჩვენ ვავსებთ ყველა იმ კომპეტენციას, რაც არსებობს, შესაბამისად ივსება მატრიცა და ჩვენი უნარები, ჩვენი კომპეტენტურობა იწევს მაღლა. 6-იანი ეს არის პროექტის დასრულების ცოდნა და იცი შენ რომ თუ არ ვამთავრებთ საქმეებს, 90% ჩვენი ენერგია მიდის დაუსრულებელ საქმეებზე. და ხშირად ჩემს შემთხვევაში. და დამუშავება ზუსტად ეგრე ხდება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ და დავსვათ წერტილი. 7 ეს არის ენერგია. შესაბამისად ენერგიას როგორ ვაგენერირებთ? ეს არის ციარული, ეს არის ვარჯიში, ეს არის ფიზიკური აქტივობა. მით უმეტეს როგორც 4-იან შენ 98% ენერგიის გაქვს თავში და საჭიროა ამ ენერგიის სხეულში გადანაწილებაც. დანარჩენი 8-იანი, 9-იანი გაქვს მატრიცაში, შესაბამისად ის კომპეტენციები, რაც გაკლია, შეგიძლია დაიმუშაო მთელი ცხოვრების განმავლობაში. რეალიზაციას ახდენ კრეატივით, მიზნების დასახვით და მათი მიღწევით. ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს მიზნების მიღწევა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ რეკომენდირებული წარმატების ფორმულა შენთვის არის გააკეთო ნაბიჯი უკან. ეს არის გადახვიდე. აი, ნაბიჯი უკან. 4-იანისთვის ნაბიჯი უკან, ეს არის გადასვლა 3-იანში. ეს არის რომ გააკეთო ანალიზი ამ შენი მიზნების, ამოირჩიო ერთი კონკრეტული მიზანი და მერე გააკეთო უკვე ნაბიჯი წინ, ეს არის უკვე 5-იანში გადასვლა, რომ იმოქმედო კონკრეტულად ამ მიზნის მისაღწევად სწორი თანმიმდევრული მოქმედებებით.
ანუ ნახე, 3-ში გადასვლა და შემდეგ 5-ში გადასვლა. ყველა ენერგიას აქვს თავისი წარმატების ფორმულა და ზუსტად კონსულტაციაზე ხდება ამის ჩაშლა ადამიანისთვის. როცა ჩაგერთვება მისია 33 წლის ასაკში, რა ხდება? ჩვენ ვკარგავთ ჩვენი ცნობიერის ციფრის 70%. ანუ 4-იანი რო ვარ ცნობიერი 70% დავკარგე 33 წლის ასაკში და შენ შეგეცვალა ქცევა. აბა გაიხსენე 33 წლის ასაკში თუ შეგეცვალა ქცევა და თუ გახდა ურთიერთობები შენთვის პრიორიტეტული. ხო, ზოგადად რაღაც გარდამტეხი პერიოდი იყო ეგ პერიოდი, ბევრი რაღაც შევცვალე ჩემ ცხოვრებაში. შენთვის არის მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნება. ყველა მისიას აქვს თავისი მორალი და მორალი არის ის, რაც გვართმევს ენერგიას. შესაბამისად, შენ რომ გეცოდინება შენი პროგრამა, შეგიძლია რაღაცნაირად დაინახო შენი სუბიექტივი, აი ის სუბიექტური რეალობა, რაშიც ცხოვრობ. აი დავუშვათ, რადგან ჩემი მისია არის 2 და მნიშვნელოვანია ურთიერთობების შენარჩუნება, ეგ შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს ჩემთვის გარკვეულ გარემოში. იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ურთიერთობა კარგი, მაგრამ შენ არ გამოხვიდე მაგ ურთიერთობიდან. ტოქსიკური ურთიერთობებით შეიძლება შევინარჩუნო და იმიტომ რომ ფიქრობ, რომ საჭიროა და უმჯობესია შენთვის, რომ იყო მაინც ამ ურთიერთობაში. და ხშირად აი რაზეც ყველაზე მეტად გვაქვს აქცენტი, იმას ვკარგავთ. მისია 2 ხშირად მისტიური გზით კარგავს ურთიერთობებს. შესაბამისად, აი ამ ყველაფრის ცოდნით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რა არის ჩვენი ობიექტური რეალობა. იმიტომ რომ ობიექტური რეალობაში ყველაფერი არ არსებობს. ნახე, არც ურთიერთობებია ყველაზე მნიშვნელოვანი, არც მიზნების მიღწევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის უბრალოდ ჩვენი პროგრამა. ანუ როგორც ზოგადად სამყაროში ალბათ რაღაც უკიდურესად ცუდი და კარგი ჩვენი შეფასებით არის. ჩვენი შეფასებით, ჩვენი სუბიექტივით ვაფასებთ, ჩვენი პროგრამით. შესაბამისად, რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, მოდის ჩვენი ფიქრებიდან. რასაც ვფიქრობთ, საუბრობთ და ვწერთ, ის ხდება მხოლოდ. და საიდან მოდის ეს ჩვენი ფიქრები? ფიქრები მოდის ჩვენი პროგრამიდან. სუბიექტურ რეალობაში ჩვენი ეგო უფრო წინ არის, ვიდრე ჩვენი მიზანი. ობიექტურ რეალობაში მიზანი უფრო წინ არის, ვიდრე ჩვენი ეგო, რაც ხშირად საშიში ხდება, იმიტომ რომ გვინდა რომ ამ მიზანს მივახციოთ და გვავიწყდება, რომ ჩვენი სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ იმდენად მივდივართ და ვისწრაფით მიზნის მისაღწევად, რომ უსაფრთხოების ზომებსაც ზუსტად. და მიზანი არის, რომ გამოვიდეთ ამ დახურული ჭკუის პროგრამიდან, სადაც მხოლოდ ემოციებს ვმოქმედებთ და გადავიდეთ ზეობიექტურ რეალობაში, გონებაში, სადაც ისმევა კითხვა, რამდენად მიზანშეწონილი არის ჩემთვის ესა თუ ის აქციელი. მაგრამ იმისთვის, რომ ენერგია გქონდეს და სულ რაღაც 30% გრჩება ენერგია მისიის ჩართვის შემდეგ, მნიშვნელოვანი არის ძალიან, რომ ვიყოთ სწორ პროფესიულ რეალიზაციაში. სანამ ჩაგვერთვებაც მისია, გვაქვს შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად ნახოთ ცხოვრებაში ყველაფერი, დავიმუშაოთ კომპეტენციები, ვცადოთ ყველაფერი, იმიტომ რომ 100%-ით ვართ ცნობიერის ციფრის ენერგიის ქვეშ. ანუ შენ შემთხვევაში შენ 100%-ით იყავი 33 წლამდე ენერგია 4-ის ცნობიერის ციფრით. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის ძალიან 4-იანისთვის კრეატივი ქონდეს ცხოვრებაში, იმისთვის რომ მაღალი იყოს მისი ენერგია. მაგრამ როდესაც ალბათ ამითი იყო განპირობებული ისიც, რომ მე მუდმივად მჭირდებოდა პროფესიების შეცვლა, მაგალითად სფეროების შეცვლა. იმიტომ რომ სულ ახალ მიზნებს ისახავს 4-იანი. მე აღარ აკმაყოფილებს ყველაფერს. იმიტომ ის რჩება შენი ეგო ყოველთვის არ ქრება, უბრალოდ ქცევა გვეცვლება. და როდესაც უკვე გვერთვება მისია და მისია 2-ისთვის ეს არის ურთიერთობები. ამ შემთხვევაში ვიწრო სპეციალიზაცია არის საჭირო მისიიდან გამომდინარე. ანუ შენ შემთხვევაში მისია 2-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან კონდეს ურთიერთობა, ურთიერთობების გაშენებით და მენტორობით ახდენს რეალიზაციას. ანუ ეს ურთიერთობები რო დავკონკრეტდეთ, მაინტერესებს, შეიძლება ხელის შემშლელიც იყოს და ასევე ჩემი თუ საშუალება იმისთვის, რომ რეალიზება მოხდინო. უბრალოდ მე რადგან ეს ინფორმაცია მომაწოდე ახლა და ვიცი, უნდა დავაკვირდე რა ურთიერთობა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი და რა პირიქით სარგებლის მომტანი, ნუ კარგი გაგებით, კი. და ანუ რეალიზაციის ნაწილში აი კარგი მაგალითი არის ტონი რობინსი, რომელიც არის მენტორი, ტრენერი და აი კოუჩი, რომელიც გასულია უდიდეს მასშტაბზე. ანუ მისია 2 არასდროს არ უნდა ჩაიკეტოს ოფისში და იჯდეს ლეპტოპთან და მარტო მუშაობდეს.
ეს აი მთელი ენერგიის წყარო მისთვის არის ურთიერთობები და ბევრ ადამიანთან კონტაქტი. შესაბამისად, აი ძალიან კარგი იქნება, რომ შენ გამოცდილებას, რასაც გაიგებ და გაითავისებ სხვა ადამიანებს გაუზიარო შენი მენტორობით. გარკვეული აუდიტორიაც სჭირდება. კი, გჭირდება და მაგ შემთხვევაში აგიმაღლდება ენერგია. და შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გონება მოვიყვანოთ სიმშვიდეში და ამისთვის გვეხმარება უკვე ფიზიკური სხეულის დისციპლინა, რასაც მივყავართ გონების დისციპლინასთან. ეს არის უკვე რომ მართოთ ჩვენი ემოციები. აი ნახეთ, რაღაცნაირად იცი უკვე შენი პროგრამა, გაგახსენდება, რომ ნახე, ამ მომენტში ბევრ მიზნებს რო ვისახავ, ეს არის 4-იანის გავლენა და მოდი ახლა ნაბიჯს უკან გავაკეთებ, რაღაცნაირად ანალიზს ჩავრთავ და ერთ მიზანს ამოვირჩევ დღეს მაინც და იმ მიზანზე ვიმუშავებ. და ბოლომდე მივიყვარ ხო, ურთიერთობების ნაწილშიც ნახე, შეიძლება რაღაცნაირად ფიქრობდე, რომ ამ ადამიანთან ვერ გავწყვიტავ ურთიერთობას, იმიტომ რომ ხო და მაგ შემთხვევაშიც გაგახსენდება, რომ ეს არის შენი პროგრამა, მისია 2. ამ შემთხვევაში პაუზას აკეთებ ანალიზს და აცნობიერებ იმას, რომ სუბიექტიურ რეალობაში ხარ იმ მომენტში. მე მგონია, რომ ძალიან დაგეხმარება ეს ინსტრუმენტები იმაში, რომ მართო რაღაცნაირად შენი ცხოვრება, პლუს უნდა იცოდე, რომ შენი პირადი წელი არის 3 წელს ეს მაინტერესებს. ეს პირადი წელი ძალიან მნიშვნელოვანია. ნახე, ანუ პირადი წელი არის ჩვენი მიმდინარე წლის სტრატეგია. აი, პირადი წელი როგორ ითვლება ეს ვიდეოებში არის, ხო? არის, მაგრამ კიდევ ვიტყვი, ეს არის დაბადების დღეს, დამატებული დაბადების თვე და დამატებული მიმდინარე წელი. აი, ყველა ციფრებს ვაჯამებთ და ვიღებთ პირად წელს. ანუ პირადი წელი არის ჩვენი სტრატეგია. მე მაგალითად 1 წლით ადრე დავიწყე დაგეგმვა ჩემი პირადი წელის. აი, როდესაც მქონდა პირადი წელი 6, მივიღე ახალი ცოდნა შარშან, ანუ დავიწყე სწავლა ციფრული ფსიქოლოგიის, მივიყვანე ბოლომდე რომ წლევანდელი წელი 7 ყოფილიყო პოზიტიური ტრანსფორმაციის. შემ შემთხვევაში ახლა გაქვს პირადი წელი 3, ეს არის რომ გააკეთო ანალიზი, დასახო მიზნები, ეს იქნება ძალიან წარმატებული წელი შენთვის. თუ იქნები პოზიტიურ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მოახდენ შენი თავის რეალიზაციას და უკვე შეგიძლია სტრატეგიულად იმოქმედო, გამოიყენო პირადი კალენდარი, ნახო რომელ დღეს ჯობია მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ყოველი დღე არის კონკრეტული ენერგიის მატარებელი და ამ დღეს შეგიძლია დაიმუშაო. მაგალითად პირადი დღე 6 გაქვს. ეს არის სიყვარულის და წარმატების დღე. შესაბამისად 6-იანი მატრიცაში არ გაქვს. ამ დღეს შეგიძლია დაიმუშაო. დალია დილით წყალი, გააკეთო მედიტაცია და დაასრულო კონკრეტული საქმეები, მიხვდი აი რასაც გულისხმობ. შესაბამისად პირადი კალენდარი გვეხმარება ზუსტად იმაში, რომ სტრატეგიით და წინასწარ დაგეგმვით მართოთ ჩვენი მიმდინარე წელი და ჩვენი საქმეები იყოს ბოლომდე მიყვანილი და წარმატებული. იცი რა მაინტერესებს, ბევრი ვისაუბრეთ, როგორ ვიგრძნოთ თავი ჰარმონიაში და წარმატებაზე უფრო კარიერული თვალსაზრისით. ასევე საინტერესოა პირად ურთიერთობებში რას უნდა მივაქციო და უშუალოდ ყურადღება. ყველა საინტერესებს რომელი ციფრი რომელ ციფრთან არის კარგად და რომელთან არ არის და მინდა ვთქვა რომ ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა იმაზე რომ შევაფასოთ მარტო ენერგიებით პარტნიორები. პირველ რიგში შენი თავი უნდა გაანალიზო და გესმოდეს რა არის შენი პროგრამა და რა გინდა, რა უნდა შენ ეგოს და შემდეგ გაანალიზო შენი პარტნიორი. ანუ აქედან შენ უკვე გექნება ინფორმაცია და მიმღებლობა მის საქციელთან. შესაბამისად არ არსებობს ციფრი, რომელიც რაღაცა უხდება ერთმანეთს ან არ უხდება და ეგ არის ძალიან რაღაც დიდი კარმა ადამიანს უთხრათ, რომ არა შენ უნდა დაშორდე შენ პარტნიორს, იმიტომ რომ ის არის ერთიანი. ანუ ეგ თემა მართლა არ არსებობს. ასევე ძალიან ძალიან გვეხმარება ურთიერთობების გაუმჯობესებაში ის, რომ ვიცით მისი რა უნდა მის ეგოს, ნახე? აი შენ 4 სახელის ენერგია 7. შენ გინდა მიზნების მიღწევა, შენ გინდა სულ სიახლე, შენ გინდა იყო ნოვატორი. ანუ მე ვიცი შენი მოცემულობა, შენ რა გინდა. პლუს ეს შენი სახელის ენერგია 7, რომელიც ხანდახან კრიზისს უქმნის თავის თავს და რაღაცნაირად შეიძლება უკმაყოფილების შეგრძნება კონდეს. მისია 2 ურთიერთობა. ნახე, ვიცი შენი პორტფოლიო რა არის. და როგორც შენმა პარტნიორმა შემიძლია უკვე ანალიზი გავაკეთო შენი საქციელის და კი არ
დაუბრაზდე იმაზე, რომ მაგალითად რაღაცნაირად უკმაყოფილო ხარ რაღაცით, არამედ ვიცოდე, რომ შენი პროგრამიდან მოდის და შეგახსენო. ანა, 4-იანი ჩაგერთო? ეს მოუწოს. ხო. ცალკეა ფინანსები, ხო? რაც მაინც მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრების ხარისხისთვის და ყველას გვაინტერესებს. ხანდახან ეს ფინანსები არ უკავშირდება კარიერულ წინსვლას და კიდევ ცალკეა დაუშვათ და ესეც საინტერესო თემაა. კი და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის, რადგან ადამიანები ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ ვერ გამოიმუშაობენ საკმარისად ფინანსებს. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რა არის ჩვენი პოტენციალი. ყველა ადამიანში თავის ენერგიებიდან გამომდინარე არის ჩადებული პოტენციალი. პოტენციალი უდრის ენერგიას, რო გვესმოდეს, ენერგია უდრის იდეას და იდეა უკვე უდრის ფულს. ანუ ჩვენ თუ პირდაპირ გვინდა ფული, ვერასდროს ვერ მივდივართ და ვერ ვღებულობთ ამ შედეგს. პირველ რიგში უნდა ჩვენი პოტენციალის გამოყენებით დავიმუშაოთ ენერგია და მოგვივიდეს იდეა. იმიტომ რომ რეალურად ყველას იდეას მოყვება შემდეგ უკვე ეს ფინანსური შესაძლებლობები და ფული. პირდაპირ ფულის სურვილით ჩვენ ემოციებში ვარდებით და ვეღარ მივდივართ შედეგთან. აქედან გამომდინარე, შენი მოცემულობიდან გამომდინარე, რაც გაქვს ციფრები. იცი, რომ ეს არის კრეატივი, ეს არის მიზნების მიღწევა და დასახვა, ეს არის მენტორობა. ხვდები, აი ის კომპეტენციები, რაც გაქვს. აქედან გამომდინარე, უნდა იცოდე შენი პოტენციალი. ეხლა შენ ვერ წახვალ და მაგალითად ვერ იქნები ანალიტიკოსი. იმიტომ რომ არ გაქვს რეალურად ეგ პოტენციალი. შენი პოტენციალის გამოყენებით უნდა აიმაღლო ენერგია და მოგივა იდეა და ეს იდეა უკვე ავტომატურად თავისით მოვა უკვე ეს ფინანსური შესაძლებლობები. კი, ანუ შენ რეალურად ბევრი მუშაობა არ დაგჭირდება იმისთვის, რომ მიიღო მატერიალური სარგებელი. ეს თავისით მოყვება უკვე შენი პოტენციალის გამოყენებას. სუდად არ გავიგოთ, მუშაობა საჭიროა და ყველას სჭირდება უბრალოდ იმ, როდესაც ალბათ ადამიანი იმაზე მეც მუშაობ, ვიდრე ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ მაინც ხარ იმიტომ რომ რეალურად მაგ შემთხვევაში ჩვენ მივსდევთ ფულს ხშირად, ხარჯავთ ემოციებს ამ ყველაფერში და არ ვაკეთებთ ანალიზს. და როდესაც ფულია თვით მიზანი, ვერასდროს ვერ ვაღწევთ ამ შედეგს და თუ იდეა მიზანი და კონკრეტული იდეის განხორციელება სხვა ადამიანისთვის სარგებელის მიცემა, რაც უფრო მეტ ადამიანს ვაძლევთ სარგებელს, მით ავტომატურად თავისით მოდის ეს ფული ჩვენთან. შესაბამისად, აი პროგრამის ცოდნა და გამოყენება შენი კომპეტენციების მოგცემს უკვე იდეას. პირადი წელი 3 შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, იმიტომ რომ ეს არის მიზნების განხორციელების წელი. ანალიზი უნდა გააკეთო ყველაფრის, რასაც აკეთებ. იქნება მომენტები, რომ გექნება ცოტა სიზარმაცის მომენტი და გახსოვდეს, რომ გავლენა არის კონკრეტულად ამ ენერგიის. და შესაბამისად ასევე შეიძლება ქონდეს აზარტულობის მომენტიც და გაითვალისწინე რომ უნდა იყო ფრთხილად გაანალიზე რასაც აკეთებ 36 წლის ასაკში თამაში არ უნდა დავიწყო აზარტულობა მარტო ეგ არ გულისხმობა ხო ანუ რაღაც შეიძლება უცებ დაინახო შესაძლებლობა და არ გაანალიზო და წახვიდე მაგრამ რჩევა არის რომ გაითვალისწინო რომ ეს ანალიზი ჩავრთოთ მოკლედ ამ წელს ანუ გადაწყვეტილებების ემოციებზე მიღება უნდა დავიყვანო მინიმუმამდე ვიყო აქტიური მეტი მუშაობა სტრატეგია და ჩემი მიზნების დალაგდება და მივახწევ ყველაფერს ხო განათდება აი განსაკუთრებით ადრეც გითხარი და დილით ფეხით სიარული, ეს თბილი წყლის დალევა, მედიტაცია, ამ ყველაფერს მივყავართ ჩვენ გონებრივ სიმშვიდესთან. ვართ თუ არა მშვიდ მდგომარეობაში, უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ანალიზი. და აი ამ დახურული ჭკუის პროგრამიდან, სადაც მარტო ემოციებს ვმოქმედებთ, გამოვიდეთ და დავსვათ კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ჩემთვის ესა თუ ის აქციელი. გახსოვდეს უბრალოდ, რომ ეს ყველაფერი შენი ემოციები რაც გაქვს, მოდის შენი პროგრამიდან. ის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რომ აი დილით იღვიძებ და რაღაც ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც გინდა. ეს არის ილუზია.
ანუ არ არსებობს ეგ ობიექტურ რეალობაში და იმ მომენტშივე რომ ეტყვი შენ თავს მაგას და გაიხსენებ, ბევრად უფრო გაგიადვილდება მოქმედება. აქ და ახლა გახსოვდეს რომ შენი მოცემულობა ცნობიერის ციფრი 4, სახელის ენერგია 7, რასაც შეუძლია კრიზისი შექმნას ადამიანს თვითონვე. ეს არის მისია 2, რომელიც არის კონცენტრირებული სულ ურთიერთობებზე და ეს პროგრამიდან გამომდინარე და აბსოლუტური ილუზია, რეალობაში ეს ყველაფერი არ არსებობს და აქედან გამომდინარე გაქვს შესაძლებლობა რომ გამოხვიდე ამ პროგრამიდან და იმოქმედო სტრატეგიით. კი ბატონო, ეს მე გავიგე რომ არც კარგი, არც ცუდი არ არსებობს ესე, არც მისიაში, არც ცნობიერის ციფრში არ აქვს მნიშვნელობა არც წელში, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რა როგორ გამოვიყენოთ იმისთვის, კარგად ვიგრძნოთ. კი, შენი კომპეტენციები გითხარი მატრიცაში, რაც გაქვს დაბადებიდან, იცი რომ აუცილებლად კრეატივი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ენერგია აგენერირო, ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, უნდა მენტორი იყო, რომ გადასცე იმას ის რაც შენ გაიგე იმისთვის, რომ სწორ რეალიზაციაში იყო.